თუ გაქვს ინტუიცია, გამბედაობა და იმის დიდი სურვილი რომ მოიგო მარტივი ფული, მე გაძლევ ამის შანსს. დარწმუნებული ვარ, აქ ყველა მიცის თუ რამდენი მილილიტრი 1 ლიტრში, ან თუნდაც ვინ არის ყველაზე ცნობილი ტენორი საქართველოში. 2 წუთის განმავლობაში თქვენ უნდა იპოვოთ ადამიანი სწორი პასუხით და ყოველი ასეთი ნაბიჯი თქვენ მოგიტანთ 10 ლარს. აი ამ კონვერტში მე მოვათავსებ გარკვეული ოდენობის თანხას და რა მოხდება შემდეგ, გვიყურებთ. დავიწყეთ. ეს არის ახალი გადაცემა მარტივი ფული და თქვენ 10 წუთში შეგიძლიათ მოიგოთ 50 ლარი. თანახმა ხართ თუ არა? 2 წუთი წავიდა. უკაცრავად, ყურსომეს სანაპიროზე მდებარეობს. Only English. ძალიან სწრაფი გოგონაა, ძალიან. ესე იგი დაურბივა რამდენი არ მირბენია ბავშვობაშიც კი. უკაცრავად. ხომ არიცით ეს ვინ არის? ადგილი სადაც მაყურებლის თვალწვის სცენური მოქმედება ხორციელდება. ძალიან დაიბნა. რა გიგვიშა, რატო იგვიშა? ჩვენ გავაგზავნებთ ჩვენ თამაშს პაინტრა ტივიზე. ძალიან გაგვიმართლა რომ პირველი რომ მოთამაშე აღმოჩნდა ძალიან აზარტული. მე ძალიან გამიხარდა რომ ეს დაგხვდა. ადამიანი ძალიან ჩქარობს, ამიტომ ჩვენც ვიჩქაროთ, წავედით. ვეძებთ იმ იღბლიან ადამიანს, რომელმაც შეიძლება მოიგოს მარტივი ფული. დავიწყეთ. აი ეს გოგონა გავაჩეროთ. უკაცრავად. გამარჯობა. მე ვარ ნიკა კუჭავა. ეს არის ახალი გადაცემა მარტივი ფული და თქვენ 10 წუთში შეგიძლიათ მოიგოთ 50 ლარი. თანახმა ხართ თუ არა? კი. ვითამაშებთ ჩემთან ერთად. ძალიან კარგი. გავამართვით მიკროფონი. ესე იგი მე აგიხსნით ძალიან მარტივად თამაშის წესებს. მე დაგისვამ თქვენ 5 კითხვას. მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ იცით თუ არა ამ კითხვაზე პასუხი. თქვენ უნდა შეეკითხოთ ნებისმიერ გამლელს. იმ შემთხვევაში თუ იმ გამლელმა 2 წუთის განმავლობაში თქვენ გიპასუხოთ სწორედ, თქვენ მოიგეთ 10 ლარი. ყოველი კითხვა უდრის 10 ლარს. თანახმა ხართ თუ არა? თანახმა ვარ, კი. ძალიან კარგი. ესე იგი დავიწყოთ თამაში. ესე იგი გზაში მე ბანემ შეგიკითხებით. პირველ კითხვას დაგისვა. ესე იგი პირველი კითხვა ასეთია. რომელ სანაპიროზე, მტკვრის რომელ სანაპიროზე მდებარეობს თბილისის ძველი უბანი ავლაბარი? 2 წუთი წავიდა. უკაცრავად, ყურსომეს სანაპიროზე მდებარეობს ავლაბარი. ავლაბარი რომელ სანაპიროზე მდებარეობს ავლაბარი? მარცხენა. პირველმა ადამიანმა არ იცოდა. ნახოთ ეს გოგონა ძალიან სანაპიროზე მდებარეობს. Only English. მაინც და მაინც უცხოელებთან მივიდა და იმათმა არ იცენი, არც იციან რა ქუჩაზე არიან. უკაცრავად, ყურსომეს სანაპიროზე მდებარეობს ავლაბარი. აი ეკითხება, არ და ეჭვმაკ რომ თვითონ იცის. უკაცრავად. უკაცრავად, ყურსომეს სანაპიროზე მდებარეობს ავლაბარი. აკეთე. მარცხენა. მარცხენა. გიპასუხოთ, გავიგონე. მარცხენა. და თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორად გიპასუხოთ თუ არა, როგორი ინტუიცია გაქვს? სწორად მიპასუხე. სწორად გიპასუხოთ. ესე იგი, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს ავლაბარი და ჩვენმა პირველმა იღბლიანმა მოთამაშემ მოიგო 10 ლარი. გილოცავთ? მადლობა. ვაგზავნებთ თამაშს, რა თქმა უნდა. ხო, ეს 10 ლარი თქვენია. დიახ. უკვე თქვენია, გილოცავთ. და გადავალ მეორე კითხვაზე, რა. მე ახლა განახებთ თქვენ ძალიან ცნობილი ადამიანის ფოტოსურათს. თქვენ უნდა შეეკითხოთ ისევ ნებისმიერ გამლელს თუ ვინ არის ეს ადამიანი. მე მომაწვიან ახლა ფოტოსურათს. აი მე თქვენ განახებთ. თქვენ თვითონ თუ იცით, ოღონდ არ მითხრათ. იცით ვინ არის ეს ადამიანი? კი. მართლა? ვიცი. ძალიან კარგი. მაშ ასე 2 წუთი წავიდა.
აბა ვნახოთ, მე მაგალითად ეჭვმეპარება რომ ბევრმა იცოდეს ვინ არის კოტე მარჯანიშვილი. უკაცრავად, ხომ არ იცით ეს? შორის ამ თეატრში მუშაობ მე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მუშაობ. უკაცრავად, ხომ არ იცით ეს ვინ არის? ძალიან სწრაფი გოგონაა, ძალიან. ესე იგი დაურბილა რამდენი არ მირბენია ბავშვობაშიც კი. უკაცრავად, ხომ არ იცით ეს ვინ არის? ეს გოგო დარბის და კაცი შვილმა არ იცის ვინ არის კოტე მარჯანიშვილი. არდა მარჯანიშვილის ქუჩასთან ვართ ახლა. უკაცრავად, ხომ არ იცით ეს ვინ არის? ისევ თურქებთან მივიდა, არ იციან ამ თურქებმა ვინ არის მარჯანიშვილი. ხომ არ იცით? მომ ვინ არის შენ უფრო უნდა ისე. ვინ? ვინ არის, ხომ არ იცით? უკეთესი სურათები მაშინ არ არსებობდა? აი კაცსა გავს რა ვიცი. არ იციან ადამიანებმა, არ იციან. არ ნერვიულოთ თქვენ გაქვთ კიდევ რამოდენიმე ხანი. რატომღაც კომპლექსურად ამ ადამიანებს ვერ ხვდები რის გამო? უკაცრავად, ხომ არ იცით ვინ არის ფოტოზე? ძალიან ცოტა დრო გრჩება, ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა და კაცი შვილმა არ იცის ვინ არის კოტე მარჯანიშვილი. უკაცრავად, ხომ არ იცით ვინ არის ფოტოზე? უი, ეს არის მარჯანიშვილი. კოტე მარჯანიშვილი. ეს არის კოტე მარჯანიშვილი და ამ ადამიანმა მოაგებინა კიდევ 10 ლარი ჩვენს პირველ მოთამაშეს და უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა, გაიხარეთ. მე ამას დავიბრუნებ. ეს არის კოტე მარჯანიშვილი. ეს ძალიან ცნობილი რეჟისორი, მისი სახელობის თეატრი არის აქვე. და თქვენ გაქვთ 20 ლარი. მაშინ ასე გადავდივართ მესამე კითხვაზე. მესამე კითხვა ესეთია. შენობა, სადაც მაყურებლის თვალწინ მსახიობის მიერ სცენური მოქმედება ხორციელდება. საგებია. თქვენ თვითონ თუ იცით? კი, ვიცი. მართლა? არა, თქვენ არ უნდა თქვათ. თქვენ აუცილებლად უნდა შეეკითხოთ, რომ თქვათ მე ამ პასუხს არ ჩავთვლი. დასაგებია. მაშინ ასე. დრო წავიდა. უკაცრავად, ადგილი სადაც აბა ვნახოთ, მაყურებლის იციან თუ არა. ცოტა დამამნეველი კითხვა არის, მაგრამ საკმაოდ მარტივი. ნახეთ, რამდენმა ადამიანმა ჩამიარა და მაინც არ კითხეს. არდა ამ ბავშვებმა წესით უნდა იცოდნენ. შენ არის? რა უთხრა, ვერ გავიგე? მე მგონი სცენაო თვითონ და კითხვაში იყო თვითონ სცენური მოქმედება და სცენა რანაირად იქნებოდა? თეატრია, თეატრი. აბა წავიდეთ ეს გოგო ძალიან დარბის. უკაცრავად, ადგილი აბა სადაც ნახოთ. უკაცრავად, ადგილი სადაც მაყურებლის სცენური მოქმედება ხორციელდება. ბატონო? ადგილი სადაც მაყურებლის ძალიან დაიბნა, მაგრამ არა უშავს. არა, არის ცოტა ოდნავ დამაბნეველი კითხვა კია. ბატონღაც ადამიანები როდესაც მარტივ კითხვას უსვამენ ადამიანები ადგილი სადაც მაყურებლის წინ სცენური მოქმედება ხორციელდება. ფილოსოფიას რთავენ, თორას ამ დაგვას. რასწი. არჯეს ამ ადამიანებმაც არა უშავს. არდა ძალიან მარტივია, ეს არის თეატრი, უკაცრავად, თეატრი. ადგილი სადაც მაყურებლის თვალწინ სცენური მოქმედება ხორციელდება. ადგილი სადაც მაყურებლის თვალწინ სცენური მოქმედება ხორციელდება. თეატრი რა ვიცი. ნაზი. თეატრია. თეატრი. გიპასუხეს, თეატრია. უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ამ ადამიანს მოაგებინეთ 20 ლარი, უღრმესი მადლობა ამისთვის. კიდე რამე დავიდეთ 300 ლარი მაინც მოვიგებთ. არა უშავს, ახლა ჩვენ გავაგზავნებთ ჩვენ თამაშს პაილტრა ტივიზე და შესაძლებელია რომ მან ბევრად უფრო მეტიც მოიგეს. უღრმესი მადლობა. გილოცავ, შენ გაქვს უკვე 20 ლარი. მადლობა. ინტუიცია ჯერჯერობით არ გავატობს, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება შემდეგ. მეოთხე კითხვა ასეთია. რაზე აკრავენ საფოსტო მარკებს? დრო წავიდა. უკაცრავად, რაზე მე აკრავენ მგონი საფოსტო უმარტივესი კითხვა, მე მგონი ყველამ უნდა იცოდეს. ხომ გითხარით უმარტივესი კითხვა მეთქი და რა თქმა უნდა, მას აქვს უკვე 40 ლარი და გილოცავ. შენ გაქვს 40 ლარი. ხომ გითხარით ძალიან მარტივი კითხვა მეთქი, მეხუთეც უმარტივესი კითხვა. მე მგონი ეს კითხვა უფრო მამაკაცებს უნდა დაუსვა. მეხუთე კითხვა ასეთია. კახი კალაძე თუ გაგიგონია? კი. გაგიგონია? სანამ მინისტრი გახდებოდა? მანამდე გამიგონია. მანამდე ვინ იყო კახი კალაძე? ფეხბურთელი. ფეხბურთელი იყო, კარგი. მაშინ შენ უნდა მითხრა, რა პოზიციაზე თამაშობდა კახი კალაძე? აჰა. დავიწყო? რა თქმა უნდა, დრო წავიდა. ესეც უმარტივესი კითხვა, უმარტივესი. უკაცრავად, რა პოზიციაზე თამაშობდა პალიტრა კახი კალაძე? ტივიზე შეიძლება ძალიან მარტივად 20 ნომერი იყო? რაცვა? რაცვა? ო. რა გიგვიშა? რატო იგიც? რაცვა 20 ნომერი.
4 ნომერი, ადამიანმა ნომერს კი გითხრა, უღრმესი მადლობა. მადლობა დიდი. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. ესე იგი კახი კალაძე თამაშობდა დაცვაში, რა თქმა უნდა, იყო ძალიან კარგი ფეხბურთელი, ჩემი აზრით, ის თამაშობდა დაცვაში და შენ ფაქტიურად ძალიან მარტივად მოიგე მარტივი ფული 50 ლარი გილოცავ ჩემო კარგო შენ ხარ პირველი ადამიანი პირველივე გადაცემაში რომელმაც 50 ლარი მოიგე და მე ახლა ესეთ სიურპრიზს შემოგთავაზებ მე ისღა დამრჩენია რომ გადავცე ჩვენ პირველ გამარჯვებულს აი ეს 50 ლარი გილოცავეთო მადლობა. ახლა ცოტა გავისაუბროთ, ესე იგი, შენ სწავლობ, მუშაობ თუ რა საქმეა? აბიტურიენტი ხარ. სადა ვარ? თეატრალურს. თეატრალურზე? უნივერსიტეტში. თეატრალურში, აბარებ, ესე იგი, თეატრალურში. ძალიან კარგი, სამსახე ფაკულტეტზე? არა, საერთოდ. სარეჟისოროზე, ძალიან კარგი, ესე იგი, ჩვენ შეიძლება ვითანამშრომლოთ კიდეც, ესე იგი. მინდა გითხრა, რომ აბიტურიენტისთვის ეს 50 ლარი საკმაოდ ნორმალური თანხაა რა? კი, როგორ არა? ძალიან კარგი. მაშას ეს 50 ლარი შენია, თუმცა ჩვენ გვაქვს სუპერ თამაში. თუ დაინტერესდები და მე მგონი უნდა დაინტერესდე, მე შენ ძალიან მარტივად და ძალიან უცბად აგიხსნი სუპერ თამაშის წესებს. კი. და პირობებს. კარგი? ესე იგი, სუპერ თამაშის წესები ესეთია. ეს 50 ლარი შენია. ხო. მაგრამ რა ხდება ახლა? ესე იგი, სუპერ თამაში მდებარეობს შემდგომში. ყველა ის პასუხი რომელ კითხვებზე შენ მოგამეც ხო? ყველა ის სწორი პასუხი არის გარკვეული მინიშნება. გასაგებია, ანუ შენ გახსოვს ის სწორი პასუხები? კი, მახსოვს. გითხრა? ანუ პირველი იყო, კი. თეატრი იყო, არა, პირველი იყო მარცხენა სანაპირო. მეორე იყო თეატრი. არა, მარჯანიშვილი იყო მეორე. კოტე მარჯანიშვილი, ბოდიში, მესამე იყო თეატრი. შემდეგ რა იყო? კონვერტი იყო და შემდეგ იყო დაცვა. ესე იგი ეს 5 სწორი პასუხი არის გარკვეული მინიშნება. ხო. ანუ ეს 5 პასუხი მიგანიშნებს რომელიღაც ადგილზე. მე იმ ადგილას, რომელ ადგილზეც მიგანიშნებს ეს 5 სწორი პასუხი, მაქვს დამალული მეორე კონვერტი, რომელიც მე უკვე ძვირფას ტელემაყურებლებო უკვე აგიხსენით და გითხარით, რომ მე ამ კონვერტში რაღაცას მალავთქო. ესე იგი, იმ კონვერტში შესაძლებელია იყოს 50 ლარზე ბევრად უფრო დიდი თანხა, მაგრამ შესაძლებელია იყოს 50 ლარზე ნაკლები თანხა. ეს არის გარკვეული რისკი, რა თქმა უნდა, შენი მხრიდან. აჰა. შენ უნდა იპოვო ის ადგილი. მე ერთ მინიშნებას კიდევ მოგცემ. ანუ დაგეხმარები, ანუ 5 მინიშნების გარდა შენ გექნება კიდე მე-6 მინიშნება ეს უკვე. და უნდა ავაწყო, ესე იგი, რომ მივხვდე. ავაწყო, ხო, რა თქმა უნდა. უნდა მინიშნებით მივხვდე რა ადგილია ეს. ეს ადგილი არის ძალიან ახლოს აქვე, ჩემ მინიშნება. და თუ იპოვი იმ ადგილს, იქ დაგხვდება შენ კონვერტი, რომელშიც შესაძლებელია კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, იდოს 50 ლარზე მეტი, ან 50 ლარზე ნაკლები. თუ ხარ თანახმა, თუმცა შენ შეგიძლია წაიღო ეს 50 ლარი, ჩვენ დავემშვიდობებით ერთმანეთს, გადავკოსდეთ ერთმანეთს და ვიქნებთ კარგად ნებნიერად მშვიდობით. თანახმა ხარ თუ არა ჩვენ სუპერ თამაშს? თანახმა. გავრისკა. თანახმა ეს პირველი ადამიანი, რომელიც დაგვთანხმდა ჩვენ სუპერ თამაშზე, მაშინ პირობა ასეთია, მე შენ გამოგართმევ ხლა 50 ლარს ჯერჯერობით და თუ შენ მოიგებ სუპერ თამაშს ნახოთ მერე რა მოხდება. ესე იგი ჩვენი მოთამაშე აღმოჩნდა ძალიან აზარტული ადამიანი, ეთო აბიტურიენტი, რომელიც აბარებს თეატრალურ უნივერსიტეტში. ის გამოყვა ბოლომდე და იმას შეგახსენებთ, რომ მას იმისათვის რომ იპოვოს ის ადგილი, აქვს მხოლოდ და მხოლოდ 5 წუთი. გამერწმუნდით რომ ეს 5 წუთი საკმაოდ დიდი დროა და ძალიან მარტივად შეიძლება 5 წუთში იპოვოს ის ადგილი. მაშასა მე მივცემ ახლა მე-6 მინიშნებას. მე-6 მინიშნება არის უკანა შესასვლელი. აჰა. კარგი, დრო ჯერ არ წასულა. მოდი კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ სწორი პასუხები. ესე იგი არის მარცხენა სანაპირო, კოტე მარჯანიშვილი, თეატრი, კონვერტი,
დაცვა. დაცვა და მე-6-ე მინიშნება ამ წამს გითხარი მე. უკანა შესასვლელი. მიხდი თუ არა? კი, მივხვდი. დაახლოებით მივხვდი. დაახლოებით მივხვდი. აბა მაინც მითხარი. მარჯანიშვილის თეატრი. მარჯანის თეატრი? სადოთ? დრო წავიდა. 5 წუთი გაქვს. 5 წუთი აქვს ადამიანს. მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა ძალიან მარტივი მინიშნებები იყო და ამ ადამიანმა შეძლო და გამოიცნო ძალიან მარტივად, რა თქმა უნდა ეს არის მარჯანიშვილის თეატრის უკანა შესასვლელი, სადაც არის დაცვა, სადაც ზის დაცვა და ვნახოთ თუ რამდენი ფული იქნება კონვერტში. იქნება ეს 50 ლარზე ბევრად მეტი, თუ იქნება ეს 50 ლარზე ბევრად უფრო ნაკლები. ძალიან გაგვიმართლა რომ პირველივე მოთამაშე აღმოჩნდა ძალიან აზარტული. მე ძალიან გამიხარდა რომ ეს დაგთანხმდა სუპერ თამაშზე და დარწმუნებული ვარ რომ ის მიაგნებს იმ ადგილს. მარჯანიშვილის თეატრის უკანა შესასვლელი დაცვა. მარცხენა სანაპირო კოტე მარჯანიშვილი ეს იყო ძალიან ადვილი კითხვები, ძალიან სწორი პასუხები, მას აქვს საკმაოდ კარგი ინტუიცია და ვნახოთ თუ რა იდება მეორე ასეთ კონვერტში. შეგახსენებთ რომ ეს არის პალიტრატივი, მე ვარ ნიკა კუჭავა, ეს არის გადაცემა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მარტივი ფული და მან აი ესე ძალიან ადვილად შეძლო 50 ლარის მოგება, თუმცაღა ის დაგთხოვდა სუპერ თამაშზე და ვნახოთ თუ რა იდება მეორე კონვერტში. ადამიანი ძალიან ჩქარობს, ამიტომ ჩვენც ვიჩქაროთ, წავედით. ადამიანის სალაროსთან მივიდა, სალარო არა, დაცვის მხარე, დაცვის. შევიდა ის დაცვის მხარეში. უკანა შესვლელია ეს? მეორე შესვლელია? ეს არის სალაროდან შესასვლელი. კონვერტი ხომ არის სად არის? მან იპოვა კონვერტი ჩემო კარგებო. უგრომეს მადლობა მარჯანიშვილის თეატრის დაცვას. ძალიან დიდი მადლობა თენგის როგორ ახლა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ახლა გავიდეთ გარეთ და ვნახოთ თუ რა დევს ამ კონვერტში. ნუ ჩქარობ, გავიდეთ გარეთ და უფრო საინტერესოა. სხვათა შორის მე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ის არ მითხრეს რა დევს ამ კონვერტში. ვაჟასე. ესე იგი ჩვენმა პირველმა მონაწილემ მოიგო ჩვენი თამაში, მოიგო სუპერ თამაშიც, მეცაც გეტყვი, სუპერ თამაშიც მოიგო. მან იპოვა ის კონვერტი, რომელიც მე მქონდა დამალული და ახლა ვნახავთ თუ რა დევს ამ კონვერტში 50 ლარზე მეტია თუ 50 ლარზე ნაკლები. გახსენი კონვერტი. ფული დევს და ვინახე. რამდენია? 100 ლარი და მან მოიგო 100 ლარი. გილოცავ, ჩემო კარგო, შენ ხარ ის ადამიანი, რომელსაც მოიგე 100 ლარი, სულ რამოდენიმე წუთში, 20 წუთში, მე მგონი, ხო? თუ არ ვცდები. და როგორი შაბეჭდილებები გაქვს, იქნებ გითხრა. მიკროფონში რო ილაპარაკო კარგი იქნება. მადლობა დიდი. ძალიან დიდი მადლობა. დაიხარე, ძალიან დიდი მადლობა პალიტრატივის, ძალიან დიდი მადლობა ყველას იმისათვის, რომ აი ესე მარტივად შეუძლიათ ადამიანებს იშოვონ მარტივი ფული და მინდა გითხრა, რომ დიდი მადლობა შენ იმისათვის, რომ ესეთი რისკიანი ხარ, იმისათვის, რომ გაქვს ესეთი კარგი ინტუიცია, იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღე ჩვენ თამაშში და ძალიან კარგი ადამიანი და ძალიან კარგი გოგო ხარ. ძალიან დიდი მადლობა შენ. კიდევ ერთხელ გილოცავ და აბა შენიცი. ითამაშებ კიდე ჩვენთან ერთად რამე რა იყოს. აუცილებლად. შემდეგი შეიძლება იყოთ თქვენ. ახლა ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვეძებოთ პირველი მონაწილე. წავედით. აქედან შესვლა არ შეიძლება უგეთქეს, რა გავაკეთოთ, წავიდეთ მეორე მხრით. თანახმარ ხარ თუ არა? 5 წამი, 1,
ვერ მივხვდი, არა. ყველა კითხვა ძალიან მარტივია. უკაცრავად, შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ? არა. არა. რამდენია 100-ის 33%? გუდვილი. ეს არის პირველი სწორი პასუხი. ოდნავ გართულდა. სულ ოდნავ გართულდა. რა დაწესებულება გუდვილი? მით რა დაწესებულება გუდვილი? ბატონო, რა დაწესებულება გუდვილი? გამარჯობა, რა დაწესებულება გუდვილი უთხარ, დაეხმარე ადამიანს. არაფერი, თურმე გუდვილი ყოფილა არაფერი. ძალიან მარტივი თამაში და შესაბამისად, ამიტომაც ქვია თამაშს მარტივი ფული. ითამაშეთ ჩვენთან ერთად. მე ვარ ნიკა გუჭა, ეს არის გადაცემა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მარტივი ფული, დარჩით ჩვენთან.